ნინიკო. ლუკავა, დაბადების დღეს გილოცავ. ჯერ ერთი დაბადების დღეს არ ვიხდი და მეორე შენ არავინ გეპატიჟება. მაინც ქეთი, გაიღვიძე. დაბადების დღეს გილოცავ. ეს შენ საჩუქარი. თქვენ ვიხართ? მე რომ არ გიცნობთ? ანაკ საიდან გაჩვიდით? ჩვენ ანგელოზები ვართ. შენთან მოვედით, რომ შენი ყველა სურვილი ავასრულოთ. დღეს ხო შენ დაბადების დღეა, ხო და შენი პირველი სურვილი ასრულებულია. არა, მე გახსენე ჩვენ კიდევ ერთი სურვილი უნდა შეგისრულოთ. ესეც შენი მეორე სურვილი. ხვალ ქეთი წაიმატებით ჩააბარებს გამოცდას. უკვე თენდება, ჩვენ წასვლის. ხო მართლა, ესეც შენ მქონდეს. დღეს ყველა შენი სურვილი აგისრულდება. ღამის 12 საათამდე. და ყოველ წელს ეს ჯოხი ჯადოსნური. ოღონდ ბოროტის სურვილები არ ჩაიფიქრ, თორემ არ აგისრულდება. დიდი მადლობა ანგელოზებო. გამარჯობა პატარა ჯადოქარო. მე ტყისფერია ვარ. გამარჯობა. მე ჯადოქარი არა ვარ. ნინიკო და მიწა. ხო, მაგრამ დღეს შენ ჯადოქარი ხარ. ყველა სურვილი უნდა აგისრულდეს, უჩვეულოც კი, მაგრამ ჩვენ ყვავილების ფერიის დახმარება დაგჭირდება. აი ისიც. რატომ იხმე ტყისფერია? მე მზად ვარ დაგეხმარო. ჩვენს პატარა ჯადოქარს დახმარება სჭირდება და ყველაზე უჩვეულო სურვილები უნდა აუსრულოთ. უჩვეულო სურვილები? გინდა ამინდოში მთელი სამყაროს ყვავილები გავაჩინოთ.
ან იქნებ გინდა ის დღე უფრო დაბრუნებული გავხადო. ხო, კარგი იქნებოდა, მაგრამ მე უფრო უჩვეულო სასწაული მინდა ამისრულდეს. კიდევ რა შეიძლება ვინატრო? ნეტავ ქეთის გამოცდაზეც მოხდეს სასწაულები და მისთვის ეს გამოცდა დასამახსოვრებელი გახდეს. ასეთ სულს ჩვენ მარტო ვერ აგისრულებთ. ვიხმოთ ანგელოზები, ისინი ხომ ყოვლის შემძლეები არიან. ანგელოზებო, ანგელოზებო. უჩვეულო სასწაული არსებობს, კეთილიც და ბოროტიც. შენ როგორი სასწაული გინდა რომ მოხდეს? ძალიან უჩვეულო. ისეთი სასწაული, რომ ერთი კარგად ვიხალისოთ. მერე იმ სასწაულით, ვინმეს რამე რომ ეთკინოს ან ეწყინოს. მერე რა? ქეთი და მისი მეგობრები ჭკუას ისწავლიან. ის კარგია? მე რომ ოთახიდან მაგდებენ ხოლმე, როცა თვითონ ჭორაობენ. ან როცა დაბადების დღეებზე არ მეპატიჟებიან. ხო, მაგრამ არავით არი მაგრამ. დღეს მე ყველა სურვილი მინდა ამისრულდეს. ასე არ არის ფერიებო? ხო, ასეა. დღეს ხომ მისი დაბადების დღეა, ღამის 12 საათამდე. გთხოვთ ანგელოზებო, ნუ ვაწყენინებთ ნინიკოს დღეს. კარგი, აგისრულეთ მაგ სურვილსაც, მაგრამ მერე ჩვენ არაფერი დაგვაბრალო. დიდებულესობა, რატომ დაგაგვიანდათ? მაპატიეთ? ნუ ითხოვთ პატიებას, აიღეთ ბილეთი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ყველა გელოდებით. ღმერთო, რა უცნაური საკითხებია? სასწაულმოქმედი ხსნარის დამზადება, უკვდავების წყლის შემადგენლობა, ფოსფორის ჯადოსნური თვისებები. ლიკა, შენ რა შეხვდა? მე სტიქიის ფერიალა. თქვენ კი დედოფალი ბრძანდებით. ლიკა, რას ამბობ? რა უცხოსავით ველაპარაკები? ქეთი ვარ. ჩემო დედოფალ. ჩვენ აქ ყველანი თქვენი ბრძანების შესასრულებლად ვართ. რას მიბრძანებთ? ლიკა, რა ხდება? რას მიედმოედები? ამიხსენი, თორემ გავგიჟდები. ან ეს რა მასკარადი მოგიწყვიათ? რას ნიშნავს საერთოდ ეს ყველაფერი? დედოფალო, გაიკეთეთ გვირგვინი, რომ მთლიანად ჩვენ სამყაროში გადმოინაცვლოთ. თქვენ ახლა ორ სამყაროს შორის ხართ. გაიკეთეთ სწრაფად, თორემ გაქრებით. ფერიებო, მომართვით მზის დამთვარის სხივების ხსნარები. წარმოთქვით მზის დამთვარის ლოცვები. მზეო, დიადო, შთაბერე ამ ხსნარს სინათლისა და სითბოს ენერგია. თვარეო, სიბნელის გზამკვლევო, შთაბერე ამ ხსნარს სიცივის და იდუმალების ენერგია. შთაბერეთ ამ ხსნარს უკვდავება. და ეს ხსნარი იქცეს ავადმყოფთა და მოვაკვდავთა გადამრჩენად. ვინც ამ ხსნარს დალევს, გახდეს უკვდავი. ფერიებო,
გამოფხიზლდით ჩქარა, ერთიანი ძალებით შევაჩეროთ ჭინკები. უსუსურებო დაგმორჩიდით, თორემ სამუდამოდ ასე დარჩები. ჩემო დედოფალო, ვით შეგვიძლია გემსახუროთ მე და ჩემი რაინდები? შეიფყარით ჭინკები და ჭკუა ასწავლეთ მათ. დავხოცოთ დედოფალო. არა, ჯოჯოხეთის ბრძანებელს მიჰგვარეთ. თეთრო რაინდო, შეიფყარით ჭინკები. ჩემო ბრძანებელო, იქნებ სხვა ხერხი მომნახოთ მათი ჭკუის სასწავლებლად. დედოფალი მართალს ამბობს. მათ მხოლოდ ჯოჯოხეთის ბრძანებელი ასწავლის ჭკუას. თან მეც პირნათლად ამოვიხდი მათი დასჯის მოვალეობას. თუკი ამას თვით დედოფალი მიბრძანებს. ერთი წუთი. თეთრო რაინდო, საინტერესოა მაინც სხვა რახებს თავაზო. კეთილშობილები გავხადოთ და მეგობრობა ვასწავლოთ, ჩემო დედოფალო. ჩვენ ხომ რაინდები ვართ და ბოროტებას არ უნდა ვიმსახუროთ. ეგეც მართალია. ჩვენ ღირსეული რაინდები ვართ. მაგრამ თუკი დედოფალი გვიბრძანებს, მის ბრძანებას დავემორჩილებით. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ დედოფალო? ჩვენ მზად ვართ გემსახურებით. კარგი აზრია დედოფალო. ომი და ბრძოლა ერთთან არის საჭირო. ესენი კი უბრალოდ პატარა ჭინკები არიან. კარგით, ომის ფერიაო. დაუბრუნეთ თავისუფლება ჭინკებს. თქვენ კი თეთრო რაინდო, კეთილშობილება და ერთგულება ასწავლეთ მათ. ამაში მზისა და მთვარის ფერიებიც დაგეხმარებიან. ჭინკებო, პირველ რიგში ჩვენ ფერიებთან მოქცევის წესები უნდა ვისწავლოთ. რიგრიგობით თავი დაუკრათ მათ და შევთავაზოთ ჩვენი დახმარება. ჩვენ რითი უნდა დავეხმაროთ? ისინი ხომ ისე ყოვლის შემძლეები არიან. თანაც ჩვენ მხოლოდ ჭხუბი და ბრძოლა შეგვიძლია. ჭხუბი და ბრძოლა მტერთან არის საჭირო. ფერიები კი ჩვენი მეგობრები არიან. რას ნიშნავს მეგობრები? ჩვენ არასდროს ყოლია ისინი და არ ვიცით როგორები არიან. მეგობრები არიან ყოველთვის ერთგულები და არასოდეს ღალატობენ ერთმანეთს. ხოდა თქვენც აი ასეთები უნდა გახდეთ. კი, მაგრამ როგორ უნდა გავხდით ასეთები? მივხვდი, მეგობრებს არასოდეს უნდა ვეჭყმოთ და უნდა დავიცვათ მტრისგან. ღამღამობით უნდა დაუდარაჯდეთ და სხვა ჭინკები არ უნდა მოუშვათ აქ. ხოლო თუ მაინც შემოიპარებიან, ჩვენი ხელკეტებითა და ისრებით მოვიგერიოთ, ფერიებს რომ არაფერი დაუშავდეთ. ყოჩახ, ყველაფერი კარგად გაიგეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები გახდებით. თეთრო რაინდო, ძალიან გვიხარია ახალი მეგობრები რომ შევიძინეთ. ახლა თავისუფლად ვისეირნებთ დღეში. სოფია, სად არის შავი რაინდი? ვერცად ხედავ. საინტერესოა სად უნდა წასულიყო. ეს ამბავი არ მომწონს, საშიშროებას გქონდა. ნუ თუ ისევ ღალატს აპირებს. ღალატს? რას გულისხმობთ, სოფია? დედოფალო, ყველა მოიხმე და სასწრაფოდ სრული საომარი მზადყოფნა გამოაცხადეთ. ვაცხადებ სრულ საომარ მზადყოფნას. Chonke, yar pande arenda.
დავიხმაროთ. ჩვენი მეგობრები რომ გასაჭირიდან დაუხსნათ. ხო, მაგრამ როგორ, რანაირად? ვიხმოთ ანგელოზები და პატარა ჯადოქრის გზას გვასწავლიან. მხოლოდ ის თუ გვიშველეს. ანგელოზებო, გვიშველეთ, დაგვეხმარეთ. რა გაგჭირდებია ჩინკებო? რა მოხდა? იქ ჯოჯოხეთის ბრძანებელი ჩვენს მეგობრებს ებრძვის. უნდა გვიშველოთ და ერთად გადავარჩინოთ დედოფალი და ფერიები. ესენი ვინ არიან ანგელოზებო? ჩვენ შენი უჩვეულო სურვილი შევასრულეთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან გართულდა. ამ ჩინკება ვითხრეს, რომ დედოფალი და ფერიები გასაჭირშია. ტყის შუაგულში შავი რაინდი ებრძვის თეთრ რაინდს. მას ჯოჯოხეთის ბრძანებელი ეხმარება. მაგიურ ძალებს მატებს. მას დედოფალი და ფერიები გააშეშეს. ჩვენ გაგაფრთხილეთ, შენ არ დაგვიჭერე. ეხლა კი ჯადოსნური ჯოხი უნდა დაგვიბრუნოთ და შენ ბოლო სურვილი ჩაიჩინო. ვაიმე, ჩემი დაიკო. აღარ მინდა ჯადოქრობა და აღარც ეს უჩვეულო სასწაულები. მინდა ყველაფერი დასრულდეს და თავის ადგილას დადგეს. თეთი და მისი მეგობრები უნებლად დაგვიბრუნდნენ.